მილიარდ ნახევარი ლარი პირდაპირ ხალხის ჯიბეში. 0% დღგ-ს გადასახადი. მოგესალმებით. დეიურე კანონიერი ხელისუფლების გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. ვინც თვალს მადევნებთ, თქვენ ძალიან კარგად იცით, თუ რას თავაზობს საქართველოს მოსახლეობა სოფლის მეურნეობის განვითარების მხრივ და თქვენ ხედავთ აშენებულ ქარხნებს, რომლებიც არის მომავლის პროექტი. მე ახლა გეტყვით, თუ როგორ შეიძლება ამ პროექტის განვითარება და ხალხზე ისე გადაცემა, რომ პირდაპირ მოგება ნახოს ხალხმა. 150,000 სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახი და დაბრუნებული ემიგრანტები. ქვეყნის ახალი ეკონომიკური სისტემა. 100 ქარხანა და 4,000 მაღაზიათა ქსელი. მილიარდ ნახევარი ლარი პირდაპირ ხალხის ჯიბეში. 0% დღგ-ს გადასახადი. ჩვენ აღარ ველით მოწყალებას, ჩვენ თვითონ ვქმნით დოვლაც. ჩვენ ვართ სააქციო საზოგადოება საქართველო. რას ნიშნავს სააქციო საზოგადოება საქართველო? მეგობრებო, მე გესაუბრები ზუსტი ეკონომიკური გათვლით. ჩემი მიზანია საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი 150,000 ოჯახი და ემიგრაციიდან დაბრუნებული ჩვენი მოქალაქეები ვაქციოთ ქვეყნის ყველაზე მძლავრი ინდუსტრიის მფლობელებად. ჩვენ ვქმნით ერთიან შეკრულ ჯაჭვს, სადაც სახელმწიფო შრომობს, ხოლო ხალხი ფლობს. სახელმწიფო იღებს სრულ პასუხისმგებლობას მიწის დამუშავებას და რას ნიშნავს ეს? მიწის მეზაკუთრე უდრის ქარხნის მეწილეს. თქვენი მიწა ერთიანდება დიდ სააქციო საზოგადოებაში და დიდ პლანტაციაში, რომელსაც სახელმწიფო საკუთარი ტექნიკით ხნავს, თესავს, უვლის და მოსავალს იღებს. თქვენ ავტომატურად ხდებით იმ 100 ქარხნის აქციონერი 59%-იანი წილით, სადაც თქვენი მოსავალი მუშავდება. თქვენ აღარ ხართ უბრალოდ დაქირავებული მუშა, თქვენ ხართ ინდუსტრიის მფლობელი. რა არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ეკონომიკური ბერკეტი ჩვენს მოდელში? 0%-იანი დღგ-ს მუშაობის პრინციპი ეფუძნება იმას, რომ სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს საგადასახადო ტვირთს იმ ჯაჭვში, რომელსაც თავადვე მართავს ხალხთან ერთად. აი როგორ მუშაობს ეს პრაქტიკულად. ჩვეულებრივ პირობებში ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც მაღაზიის დაღრდზე ხდება, იბეგრება 18%-იანი დღგ-ით. ჩვენს მოდელში მაღაზიათა ქსელი საქართველო ამ გადასახადისაგან თავისუფლდება. ეს არის მოსახლეობის მსყიდველობითი უნარის 18%-იანი ზრდა ყოველგვარი ხელფასის მომატების გარეშე. ვინაიდან ეს შეღავათი გავრცელდება მხოლოდ იმ პროდუქციაზე, რომელიც თქვენს მიწაზე, თქვენსავე 100 ქარხანაში იწარმოება და თქვენსავე მაღაზიაში იყიდება, იმპორტირებული საქონელი კონკურენციას ვერ გაუწევს ქართულს. ხალხი ბუნებრივად აირჩევს ქართულ პროდუქტს, რადგან ის გაცილებით იაფი და ხარისხიანი იქნება. ეს ნიშნავს, რომ ქართული წარმოება სრულად აითვისებს შიდა ბაზარს. სახელმწიფო ამ 18%-ს არ კარგავს. ის ამას გადაწყვეტს სოციალურ მოგებაში. ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფომ აკრიფოს დღგ და შემდეგ ის ბიუროკრატიული გზები დახარჯოს, ეს თანხა თავიდან რჩება ხალხის ჯიბეში. ამით მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები და იზრდება მოგება თქვენი. დღეს ფასების ზრდა ხშირად გამოწვეულია იმით, რომ ყოველ ეტაპზე ნედლეული გადამუშავება, ლოჯისტიკა, რეალიზაცია გადასახადის მატებას იწვევს. ჩვენ ერთიან ჯაჭვში დღგ-ს ამოღება ნიშნავს, რომ ფასი სტაბილურია და დაცულია გარე შოკებისგან. გაგიჩნდებათ კითხვა, საიდან შეივსება ბიუჯეტი? ბიუჯეტი შეივსება იმ 10%-ით, რომელიც მაღაზიებისა და ქარხნების მოგებიდან პირდაპირ ხაზინაში მიდის. გარდა ამისა, ეკონომიკური აქტივობის ზრდა და 150,000 ახალი სამუშაო ადგილი ნიშნავს სხვა გადასახადების ზრდას, ანუ საშემოსავლო ზრდას. ეს არის სტრატეგიული სექტორი. ჩვენი მიზანია სიღარიბის დაძლევა და 150,000 ოჯახის ფეხზე დაყენება უსწრაფესად. სახელმწიფო ხელს უწყობს სახალხო საკუთრებას, რათა დაამარცხოს მონოპოლიები და კარტელური გარიგებები ბაზარზე. 0%-იანი გადასახადი დღგ-ზე კი ნიშნავს, რომ ჩვენ ვაუქმებთ გადასახადს თქვენ საკვებზე და ფულს ტოვებთ თქვენს ოჯახებში. ჩემი პირველი 100 დღე სოფლის მეურნეობის სამინისტროში. მე მოდივარ როგორც ამ სისტემის ინოვატორ არქიტექტორი. ჩემი მინისტრობის პირველივე დღიდან სამინისტრო გადაიქცევა ხალხის მომსახურე სერვის ცენტრად. პირველივე კვირას ჩვენ ინიცირებას გავუკეთებთ კანონს, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აუთვისებელ მიწებს 100 ახალ ქარხანას და 4,000 მაღაზიათა ქსელს გადასცემს 150,000 სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახს და დაბრუნებულ ემიგრანტებს. ეს იქნება მათი ხელშეუხებელი კერძო საკუთრება. როგორ შეიძლება ამ ყველაფრის გაკეთება? საპენსიო ფონდის რესურსის გამოყენება რეალურ ინდუსტრიალიზაციაში. არის ის მოდელი, რომლითაც განვითარდა ბევრი ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, მაგალითად ნორვეგია ან სინგაპური. ნაცვლად იმისა, რომ საპენსიო ფონდში აკუმულირებული მილიარდები დაბალი პროცენტით იდოს ბანკებში ან უცხოურ ფასიან ქაღალდებში, ჩვენი მოდელით ეს ფული ხდება ქვეყნის შიდა განვითარების ძრავა.
აი როგორ იმუშავებს ეს მექანიზმი. დღეს საპენსიო ფონდში მილიარდობით ლარია. ამ თანხის ნაწილის ინვესტირება 100 ქარხნის მშენებლობაში და მაღაზიათა ქსელის შექმნაში ნიშნავს გარანტირებულ მოგებას. ფული იდება არა ვირტუალურ აქტივებში, არამედ რეალურ ქარხნებში, მაღაზიათა ქსელში, მიწასა და პროდუქციაში, რომელიც ყოველდღიურად იყიდება. ეს ნიშნავს ორმაგ სარგებელს მომავალი პენსიონერისთვის. მოქალაქე, რომელიც დღეს აკეთებს საპენსიო შენატანს, ამ მოდელით იღებს ორმაგ ხეირს. მისი ფული ჩენდება ქარხანა, სადაც ის ან მისი ოჯახის წევრი დასაქმდება. ქარხნებისა და მაღაზიების მოგება ბევრად უფრო მაღალია ვიდრე საბანკო პროცენტი, რაც ნიშნავს, რომ მისი საპენსიო დანაზოგი გაცილებით სწრაფად გაიზრდება. საპენსიო ფონდის ფული აღარ მუშაობს სხვა ქვეყნების ეკონომიკაზე. ის აშენებს ქართულ საწარმოებს, რომლებიც ამარაგებენ ქართულ მაღაზიებს, ანაცვლებენ იმპორტს და ქმნიან 150,000 სამუშაო ადგილს. ჩვენ არ დაველოდებით ინვესტორს. სახელმწიფო გარანტიით დავიწყებთ 4,000 მაღაზიის გახსნას, სადაც 0%-იანი დეგეგით მოვკლავთ ინფლაციას და თქვენ პროდუქციას გავხდით ხელმისაწვდომს. დღეს მე ვარ თქვენი დე-იურე მინისტრი. მე მაქვს ხედვა, მაქვს გათვლები და მაქვს გეგმა იმისათვის, რომ ეს ყველაფერი გახდეს დე-ფაქტო რეალობა. იმისთვის, რომ 1,5 მილიარდი ლარი თქვენს ჯიბეში აღმოჩნდეს, მე მჭირდება თქვენი მხარდაჭერა. ახლა კი მინდა წარმოგიგინოთ და განახოთ პროექტი. საქართველო სიღარიბის გარეშე. თქვენ აქ ნახავთ ქარხნებს, თქვენ აქ ნახავთ მაღაზიებს, თქვენ აქ ნახავთ პლანტაციებს და მომავლის საქართველოს.